მე ვარ ათინა, თქვენ უყურებთ ჩემს მოტოლოგს და ვიმყოფებით ისევ და ისევ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში. დღევანდელ ვიდეოში არ მხოლოდ დავისწრებით ნიუ-იორკის მოტო სეზონის დახურვას და გავისაუბრებთ ქართველ მოტო ენთუზიასტებს, გამოგზაურებთ ვანდერბილტის ცათამბჯენში ჩვენთან ერთად. და ყველაზე კარგი ის არის, რომ ჩვენსავით რიგში 2 საათი დგომა არ მოვიწევთ და პირდაპირ თქვენს ეკრანებზე განმოვიტან ამ სიგიჟე, არქიტექტურულ შედევრსა და ვიზუალებს. ამ შენობაში სანამ შევიდოვით, ალბათ 5 ჯერ გავიარეთ face control-ი. გვეგონა, რომ შვეიცარიის ბანკში უფრო იოლად შევიჭრებოდით, ვიდრე ამ შენობაში შევიდოვით. Summit One Vanderbilt-ი გაიხსნა 2021 წელს და ნიუ-იორკში გახლავთ მე-4 ადგილზე სიმაღლის მიხედვით. აღწევს სიმაღლეში 425 მეტრს და წელიწადში მასპინძლობს 1.4 მილიონამდე სტუმარს. ჩვენი მოგზაურობა მწვერვალის დასალაშქრად, რომელიც მდებარეობს 93 სართულზე, დაიწყო შესაბამისი აღჭურვილობით, ბახილებითა და სათვალეებით, რადგანაც ფეხსაცმლით არ მომხდარიყო შუშის დაზიანება და თვალები დაგვეცვა ძლიერი მზისაგან. Why do we need sunglasses? All right. We're going to the dragon. პირადად მსგავსი გამოცდილება არასდროს არ მქონია და ვერაფერ შევადარებ. 93 სართულზე ლიფტით ასვლასთან ერთად ყურებში სმენა ყველას დაგვიქვეითდა და იგრძნობოდა წნევის ცვალებადობა. ამასთან ახლავდა ვიზუალურ სპეცეფექტებთან ერთად შესაბამისი ამბიენტური მუსიკა, რაც ამძაფრებდა ამ გამოცდილებას და რაღაც არაამქვეყნიურ გრძნობას გვანიჭებდა ყველას. Angle. Whoa. Oh. No, Oh. you can feel the pressure, the air pressure. Why did they put this music? Out of all music. Welcome to Summit. Please start the journey to your right. We need sunglasses here. აქ ბევრს ნამდვილად არ ვილაპარაკებ და ჩემს მიერ გადაღებულმა კადრებმა გესაუბრო. It's bright. Wow.
ჩვენი მწვერვალის დავაშქრა, რა თქმა უნდა, სიმბოლურად დავამთავრეთ კოქტეილებით და დავტკბით უმაგრესი მზის ჩასვლის ხედებით და მოვესწარით ჩემი აზრით ამ ლოკაციაზე მოსვლის უმთავრეს დროს, როდესაც ჩადის მზე და მთელი მანჰეტენი ჩანს გაბრწყინებული და მეგონა რომ უბრალოდ რაღაცა თამაში ვიყავი და ეს არ იყო რეალობა. გამოიწერეთ ჩემი არხი დროზე. ასევე მოგეხსენებათ, ბოლო დროს საკმაოდ დაინტერესებული ვარ ფოტოგრაფიითა და ვიდეოგრაფიით და ჩემს მიერ გადაღებულ სურათებს გიზიარებთ. ჩემი აზრით ეს ლოკაცია ნებისმიერი ფოტოგრაფის ოცნებაა. ამის შემდეგ ცათამჯენიდან გადავინაცვლეთ ხმელეთზე, ბრუკლინში, სადაც გაიხსნა Exit 9, რომელიც ემსახურება ძირითადად მოტო თემატიკას და აქ შევხვდი ძალიან ბევრ ბაიკერ მეგობარს, ჯგუფის დამაარსებელი თვით გიორგი გოჩიაშვილი, ჩამოვართ ინტერვიუ როგორც მას, ასევე სხვა მეგობრებს. რა თქვენ დღევანდელ დღეზე? ჩემი აზრით დღევანდელი დღე როგორც სეზონის დახურვა გამოვიდა ვფიქრობ რომ შედგა. სეზონი რო დახურვა. მანამდე როგორი იყო? როგორი იყო თქვენთვის მოტო სეზონი? ძალიან ბევრი ექშენი მივიღეთ, მაგრამ უფრო მეტი შეიძლებოდა რა. ჯგუფი ახალი მოხდილი გვაქვს, რასაც ქვია და სავარაუდოდ მომავალ წელს უკეთესი ივენთებით გელოდებით. ნახეთ რამდენი ბაიკებია მეგობრებო. მთელი ნიუ-იორკი აქ არის. და აგერ რა თქმა უნდა საქართველოს სიამაყეს. ბატონი რატი? რას გვეტყვით თქვენს მოტოციკლებზე ბატონო რატი? ოღონდ იდგამს. მაგრამ მაგარია. როგორ იყო შენთვის მოტო სეზონი ამერიკაში? სიმართლე გითხრა ძალიან ბედნიერი ვარ. ამდენი ქართველი, ამდენი მოტო მოყვარული. ვიზრდებით, ხო? ვიზრდები ის რა არის ჩვენთვის მაინც სხვა სამყაროა რა. ბედნიერები ვართ ერთმანეთით პირველ რიგში. მოტოსტარება არა მხოლოდ ტრანსპორტი, არამედ ჩვენი ესე რომ ვთქვათ კულტურაა, ჩვენი წესია. გვერდში დგომით გამოვირჩევით მეგობრობით, სიყვარულით, რაც თავარია და რა ვიცი. ავიზრდებით, ბედნიერები ვართ და რა ვიცი, მიხარია. მაგარი, აი ყველა ოცნეობს ჰაიაბუსას და შენთვის მე რამდენი მოტოა ეს? უჩევ ხალხს რომ ჰაიაბუსათი დაიწყოს. 18 წლის ვიყავი პირველად რომ დავინახე ეს მოდელი და ძალიან მომეწონა, ალბათ ოცნებად ვიქციე და ეხლა ვისრულე 35 წლის ასაკში და ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მოიცადე, ეს შენი პირველი მოტოა? არა. პირველი მოტო არ არის. უბრალოდ ჩემი ოცნება იყო და ავისრულე. არანაირად არ უსურვებ დამწყებს. ხო, ანუ ეგრე და არანაირად. 1 და 3 აქვს, რა ვიცი მოცულობა. უბედურია. დაახლოებით კონკრეტულად ამ მოდელს, ამ მოტოციკლებს 220 ცხენის ზავა. ძალიან სწრაფია. ქარხნული ყავს? არა, ჩარეულია. ესე რომ ვთქვათ, ჯადოსნური ხელი და 220 ცხენის ზავა აქვს ამ ეტაპზე. მაგრამ შენი მე რამდენი მოტოა? ანუ აი ამ გამოცდილებამდე რომ მისულიყავი, რა გზა გაიარე? ფოტო შორის არ მყავდა ბევრი მოტოციკლეტი, ალბათ მესამე. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მოდელი. აგერ ბატონი გურამის მოტოციკლი, ხო? ძალიან მეტი, კლასიკური. ძალიან ლამაზია, მეც მოწონს. თან ეს თეთრი ფერი.
მაგრამ სიმართლე გითხრა ეს სტაფილინგია. არა, რა თქმა უნდა, სხვა კლასია. მაგრამ ძალიან კარგ ვიზუალზე ყავს ჰონდურა. სპორტს უფრო ცოტა შეშლილი უნდა იყო, რომ ესეთი ზისტრაფეთი არო და ამ შეშლილობას რაღაც თავის ხიბლიც აქვს რა და. Hi, how are you? Where are you from? Where are you from? Polski. Nice to meet Georgia. Georgian? Georgia. My dad owns Georgian over there, the whole place, country. Great. So, how was your riding season? Amazing. Amazing. It was very good. Great. I wish the weather was still here. Okay. Were you in an interview? What? I'm very nervous. You're interviewing me? Yeah. I'm very scared. I'm very nervous. I'm a rider though. I don't only interview. I'm a rider. Right? You're a rider? It's called What do you ride? M1000. You're lying. I'll I just started last week. I show you I pictures. have a 250 CBR. It's cute. It's cute. 250. I started with 200 KTM. That Did was you? my first bike. Let me see your bike. Look, I'll show you mine. Can I show it This is on? my CBR 250. Here. That's not 250. They told me to go to sleep. I said, okay. Are you famous? Are you gonna make me more famous? You're good. Look at that No, I angle, suck. bro. Look at that angle. I suck. I don't know. What is this one? No, Well, that was there's that one. always room for improvement. Of course. You know what's crazy? It'll never stop for improvement, yeah? Let me show you the track pictures. I'm slow, by the way. No one thinks I'm fast. It's me. Woo! Look at that. That's good. 200 cc, huh? Okay, I'm going to show you my Let me see your bike. What? That's you? Yeah. Get out of here. Let's switch. That's awesome. I want to get one. How long have you been riding? A lot, like, How many years? not a lot, 6 years maybe, 6. When did you get your first 1000? In the United States, Well, how many years into you riding? 5. 5. So I've been riding 3 years. Now I think I'm ready for a 1000. You know these kids, they ride for like 4 or 5 months. I want a 1000. It's like, yo, you need to slow down, you need to relax. And then they hurt themselves or they kill themselves. Just because they can afford everything here doesn't mean they have to get that. Yes and no. It's either they can afford it or mommy and daddy pays for it. You know? I'm gonna cut this. What? You can't turn it off. Turn it off. მოკლედ ასეთი ჩვენიერი ვიდეო გამომივიდა ჩემი აზრით, ვიცი რომ არ უნდა შევაფასო ჩემი თავი, მაგრამ ამჯერად მე ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ თქვა, კარგი ვიდეო გამომივიდა. გავერთეთ, ზევითაც ვიყავით, ქვევითაც ვიყავით, სადღაც შუაშიც ვიყავით მომენტებში, მაგრამ რაც მთავარია ერთად ვიყავით. ამერიკა, საქართველო და ასე შემდეგ. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, რა თქმა უნდა გამოიწეროთ არხი, დააჭიროთ მოწონების ღილაკს, რათა მეტი მსგავსი ვიდეოები ნახოთ ხოლმე ჩემს არხზე. მგონი კარგად დავასრულე. მოკლედ, წარმატებები და მშვიდობიანი რაიდი.